ეროვნულ არქივს უნიკალური ექსპონატების შეემატა 127 ფოტონეგატივი, რომლებიც წლების მანძილზე კერძო კოლექციაში ინახებოდა უკვე არქივის კუთვნილებაა. მასალა მე-20 საუკუნის ქართული ბალეტის ისტორიას ასახავს. კოლექციაში სხვადასხვა ოპერიდან კადრები, ასევე ევგენი მიქელაძის და ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტებია თავმოყრილი. დეტალები ნახეთ თამარ გრძელიძისა და ბესო დვალიძის რეპორტაჟში. ახალ კოლექციაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა არქივმა რამდენიმე თვის წინ შეიძინა, დირიჟორ ევგენი მიქელაძის უნიკალური ფირებია შესული. 8 ფოტო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. ევგენი მიქელაძის ფირები და ფოტოები საქართველოში ძალიან ცოტაა. ამიტომაც ეროვნული არქივისთვის ახალი შენაძენი განსაკუთრებით ძვირფასია. ნეგატივებს შორის გვხვდება დირიჟორი პულტთან მუშაობის პროცესში, ასევე საოჯახო ფოტო შვილთან ერთად. დირიჟორი მიქელაძე მოგეხსენებათ იყო რეპრესირებული და შესაბამისად ალბათ განადგურდა წლების განმავლობაში ის მასალა, რაც ასახავდა მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ეროვნული არქივის ფოტოგანყოფილება 127 ნეგატივით შეივსო. კოლექცია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საბალეტო ცხოვრების შესახებ გვიამბობს. რამდენიმე თვის წინ ფირები ალექსი ჭიჭინაძის კერძო კოლექციის ნაწილი იყო. არქივი ახორციელებს შესყიდვებს კერძო კოლექციებიდან. ეს ერთ-ერთი მორიგი შენაძენია და ეს ღონისძიება ემსახურება არქივის დაკომპლექტებას ახალი დოკუმენტებით. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები, ჟიზელი და ოტელო ფოტოგანყოფილების ახალი კოლექციის ნაწილია. აქვე საქართველოში საგასტროლოდ ჩამოსული უცხოელი მოცეკვავეების, მაია პლისეცკაიას, ნიკოლაი ფადეეჩევისა და ბორის ხოხლოვის ფოტონეგატივებიცაა. ჩვენს არქივში დაცული არის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ძალიან საინტერესო ფონდი, მაგრამ ამ ფონდს ჩვენ კიდევ შევმატეთ საინტერესო ფოტონეგატივები, რომელიც შევიძინეთ კერძო კოლექციონერისგან. ეროვნული არქივის მიერ შეძენილი ყველა ნეგატივი სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს. აღწერისა და კატალოგიზაციის პროცესი დასრულებულია. ამჟამად ნეგატივების სკანირება მიმდინარეობს. მალე თითოეული ფირის ელექტრონული ვერსია შეიქმნება და ისინი ყველა მკვლევარისათვის ხელმისაწვდომი გახდება.